მზად ხარ? გონების გასავარჯიშებლად? მაშინ დავიწყოთ. რა ქვია, პანთეონის გუმბათის ცენტრში არსებულ ღია წრეს. ოკულუსი. ვინ არის თბილისის იუსტიციის სახლის არქიტექტორი? მასიმილიანო ფუქსასი. რომელია მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა? ბურჯ ხალიფა. რა ქვია, ანტიკურ კლდეში ნაკვეთ ქალაქს შიდა ქართლში. უფლის ციხე. ვინ არის ბარსელონაში მდებარე საგრადა ფამილიას არქიტექტორი? ანტონი გაუდი. რომელი სამონასტრო კომპლექსი დაარსა დავით აღმაშენებელმა ქუთაისთან? გელათის მონასტერი. რომელ სტილს მიეკუთვნება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი? გოთიკას. რომელ კლდეში ნაკვეთ ქალაქს უკავშირდება თამარ მეფის სახელი? ვარძიას. რომელი მასალისგან არის აშენებული თაჯ-მაჰალის ფასადი? თეთრი მარმარილოთი. რომელი მრავალფეროვანი ციხე კომპლექსი მდებარეობს ახალციხეში? რაბათის ციხე. რა ფორმა აქვს სიდნეის ოპერის თეატრის სახურავს? იალქნების. რომელია საქართველოს ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი? წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. რომელ ქვეყანაში მდებარეობს კლდეში ნაკვეთი ქალაქი პეტრა? იორდანიაში. რომელი ციხესიმაგრე იცავდა დარიალის ხეობას და იყო არაგვის ერისთავთა რეზიდენცია? ანანურის ციხესიმაგრე. რა ქვია, ციხესიმაგრეს, რომელიც თბილისის ძველ უბნებს გადმოხურებს. ნარიყალა. ვინ დააპროექტა ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი? არქიტექტორმა ფრენკ გერიმ. რომელია კახეთის ყველაზე მაღალი ისტორიული ტაძარი? ალავერდის საკათედრო ტაძარი და მონასტერი. რა ქვია ქალის ფიგურის ფორმის სვეტებს? კარიატიდა. რომელი ტაძარია ცნობილი თავისი უნიკალური და მდიდარი ფასადის ჩუქურთმებით რაჭაში? ნიკორწმინდის ტაძარი. რა ქვია საბერძნეთის ყველაზე ცნობილ ტაძარს აკროპოლისზე? პართენონი. რომელი მცირე ეკლესია მდებარეობს 40 მეტრიანი ბუნებრივი კირქვის სვეტის წვერზე? კაცხის სვეტი.
რა ქვია, ყაზბეგში მყინვარწვერის ფონზე მდებარე მე-14 საუკუნის ტაძარს. გერგეტის სამება. რომელი ტაძარი ითვლება ერთიანი საქართველოს სიმბოლოდ ქუთაისში? ბაგრატის ტაძარი. რომელი თანამედროვე შენობა მდებარეობს ქუთაისში და გამოირჩევა დიდი მინის გუმბათით? პარლამენტის შენობა. ვინ არის სვეტიცხოვლის ტაძრის ხუროთმოძღვარი, რომლის სახელიც ფასადზეა შემორჩენილი? კონსტანტინე არსაკიძე. რომელმა უძველესმა ცივილიზაციამ ააგო ანდებში მაჩუ-პიქჩუს საოცარი კომპლექსი? ინკების ცივილიზაციამ. რომელი სტილის ნიმუშია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა? ნეომავრიტანული სტილის. აქვეა პეკინის ცენტრში მდებარე იმპერიულ სასახლეს, რომელიც 500 წლის მანძილზე ჩინეთის ძალაუფლების ცენტრი იყო. აკრძალული ქალაქი. თბილისის რომელი შენობაა შესული მსოფლიოს საუკეთესო ბრუტალისტური ნაგებობების სიაში? საქართველოს ბანკის სათაო ოფისი. რომელი იმპერატორის დროს დაიწყო რომის კოლიზეუმის მშენებლობა? იმპერატორ ვესპასიანეს დროს. რა ეწოდება ტრადიციულ ქართულ სახლს, რომელსაც საფეხუროვანი, გვირგვინოვანი გადახურვა აქვს? ქართული ხუროთმოძღვრების ამ ნიმუშს ეწოდება დარბაზი. რომელი ტაძრის ფასადზე გვხდება ქართული დამწერლობის ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში? ბოლნისის სიონის. რა ტიპის ნაგებობაა მცხეთის ტაძარი თავისი არქიტექტურული გეგმარებით? ჯვარ-გუმბათოვანი, ანუ ტეტრაკონქის. რომელი ბიზანტიელი იმპერატორის ბრძანებით აშენდა აია-სოფიას ტაძარი? იუსტინიანე პირველის. აქვეა თბილისის ზღვის თავზე მდებარე მონუმენტურ კომპლექსს, რომელიც საქართველოს ისტორიას ასახავს. საქართველოს მატიანე. თავდაპირველად რა ვადით უნდა დარჩენილიყო ეიფელის კოშკი პარიზში? ოცი წლის ვადით. რომელი უნიკალური ციხე სოფელია აგებული პირდაპირ კლდეზე ხევსურეთში? შატილი. რატომ გადაიხარა პიზის კოშკი მშენებლობის პროცესში? რბილი ნიადაგის გამო. რომელი არქიტექტურული სტილი ჭარბობს თბილისის რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში? სოციალისტური კლასიციზმი სტალინური ამპირის ელემენტებით. რომელ ქვეყანაში მდებარეობს ალჰამბრას სასახლე, რომელიც მავრიტანული არქიტექტურის მწვერვალია? ესპანეთში.
რომელი სასახლეა აგებული ეკლექტიკურ სტილში ზუგდიდში? დადიანების სასახლე. რომელი ბერძნული ღვთაების პატივსაცემად დაიგო ათენის აკროპოლისზე პართენონი? ქალღმერთი ათენას. რომელ ქალაქში მდებარეობს 130 მეტრის სიმაღლის ამბანის კოშკი? ბათუმში. რა ეწოდებოდა რომის კოლიზეუმს თავდაპირველად? ფლავიუსების ამფითეატრი. რა ეწოდება ძველი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელ მოჩუქურთმებულ აივანს? ჭვირული აივანი. რომელ ქალაქში მდებარეობს ტყუპი კოშკები, პეტრონასები? მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში. ვინ არის თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მთავარი არქიტექტორი? არჩილ მინდიაშვილი. რომელი ტაძარია მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიური მონუმენტი, რომელიც კამბოჯაში მდებარეობს? ტაძარი ანგკორ-ვატი. რომელი ტაძრის არქიტექტურულ ასლს წარმოადგენს თბილისში მდებარე ქაშვეთის ეკლესია? სამთავისის ტაძრის. ბუტანის რომელი მონასტერია აშენებული კლდის კიდეზე, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე? ვეფხვის ბუდე. თუ მოგეწონა, გამოიწერე გვერდი და დამი კომენტარე. რა თემაზე ისურვებდი შემდეგ კვიზს?